საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება დანაშაულებრივი აქტების ჩადენიდან წელიწადნახევრიდან 2 წლამდე დროის გასვლის შემდეგ ბრალი წაუყენოს. მხოლოდ 5 მოძალადე პოლიციელს მცირედითაც არ პასუხობს 2024 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის მასშტაბსა და სისასტიკეს. როგორც ორგანიზაცია წერს, პროკურატურის განცხადება ასახავს მისი და ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის აშკარა განზრახვასა და ჩამოყალიბებულ სტრატეგიას, თავი არიდოს დანაშაულის ადეკვატურ შეფასებას. საქართველოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი ანგარიში და სხვა პუბლიკაცია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში და ბოლოს სულ ახლახან მოსკოვის მექანიზმის ექსპერტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთხმად მიუთითებენ, რომ როგორც 2024 წლის გაზაფხულზე, ისე იმავე წლის ნოემბერში პოლიციის სხვადასხვა დანაყოფების, განსაკუთრებით გედედეს, ნიღბიანი და ჩაფხუტიანი წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობა მხოლოდ ცალკეულ, იზოლირებულ შემთხვევებში კი არ გამოვლინდა, არამედ მას ჰქონდა ფართომასშტაბიანი სისტემური და სისტემატური ხასიათი. დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, მათთან ანგარიშწორება ათასობით აქციის მშვიდობიანი მონაწილის თვალწინ, ხშირად პირდაპირ სატელევიზიო კამერების წინ ხორციელდებოდა. მასში მონაწილეობდა ასობით და შესაძლოა ათასობით პოლიციელი. ძალადობის მსხვერპლი გახდა ასობით პროტესტის მონაწილე და ჟურნალისტი, რომლებიც სასტიკად ჯგუფურად იყვნენ ნაცემი, მათ შორის ხელების, ფეხების, ხელკეტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 100-ზე მეტი პირი მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ასეთ მასშტაბურ დანაშაულს მხოლოდ 5 პირი ვერ ჩაიდენდა. გარდა ამისა, როგორც გურამ როგავა და ელისო ჯარიაშვილი აცხადებენ, 5 ბრალდებულ შორის არ არის ის პირი, რომელიც მათივე წყაროების თანახმად თავს დაესხა გურამ როგავას და მძიმე დაზიანება მიაყენა თავის და კისრის არეში. 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 5 სპეცრაზმელის იდენტიფიცირების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 7 მაისს გაავრცელა. პროკურატურის ინფორმაციით 5-ვე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილის B ქვაპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს. როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს კი დამატებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით უკანონოდ ხელი შეშლის ფაქტზე წარედგინა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიიჩნევს, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების ბუნებას, მასშტაბს, ხერხს და სხვა მახასიათებლებს. ბრალდება, რომელიც წარედგინა 5 პირს, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო დანაშაულის თავში განთავსებულ დანაშაულს. როგორც აღინიშნა ერთ-ერთ მათგანს, ბრალდება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეშლის გამოც წარედგინა. მაშა სადამე გენერალური პროკურორის და მთლიანად პროკურატურის თვალსაზრისით ადამიანისთვის თავში რაღაც საგნის ჩარტყმა, წაქცეულის მთელი ძალით სახეში ფეხით ცემა და სიცოცხლისთვის საშიში სხვა ამგვარი ძალადობრივი მოქმედება სხვა არაფერი ყოფილა თუ არა დანაშაული, რომელიც მოხელე თავის კაბინეტში ან სხვა ადგილას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირების სჩადის. სინამდვილეში ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ ასეთი ძალადობრივი მოქმედება უპირველეს ყოვლის არის დანაშაულის ჯანმრთელობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, როგორც მოსკოვის მექანიზმის ექსპერტის მიერ იქნა აღნიშნული და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო წყაროებშიც არის ფართოდ ახსნილი, ამ ქმედებებში ასევე იკვეთება წამების ნიშნებიც, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, მოხელის ან მასთან გათანამბრებული პირის მიერ. ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს, რომელთაგან ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი აღკვეთის ღონისძიების სახით 9 მაისს პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სუსის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედ უფროსსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელსაც. სასამართლოს ხდომებით დახურულ რეჟიმში ჩატარდა. ამასთან საქმეს გრიფი საიდუმლო დაედო, ამიტომ დაკავებული ძალოვანების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.